ოჭერა ხა რეკორდი რა დაიწყოს და სალამი გივი, სალამი მაყურებელს. დღეს უნდა ვილაპარაკოთ ჩემი აზრით უმნიშვნელოვანეს თემაზე, რომელზედაც შენ პოსტი დაწერე 5 მარტს. მე ოდნავ წავიტრაბახებ და ვიტყვი რომ დაგასწარი და ამ თემაზე ვილაპარაკე 28 დეკემბერს. და რადგან მე შენი და ლევანის სტატია იმაზე თუ როგორ თამაშობდა მე-20 საუკუნის განმავლობაში ამერიკა ორპოლისიანობას საბჭოთა კავშირთან, ზეპირად ვიცი, იმიტომ რომ უკრაინულად თარგმნე. ტრამპმა რო თქვა, რომ ახლა მეო ვიწყებ შეიარაღების გაძლიერებასო, აი მანდ უკვე დავინახე, რომ ეგ იმიტომ რომ ახლა უკვე მაგას რუსეთს არავინ არ ეთამაშება და რადგან შეიარაღებას იწყებს ამერიკა, უკვე ვეღარავინ ვერ დაეწევა. შენ ეს დაწერე მაშინ, როდესაც ირანზე წარმატებით დასრულდა პირველი შეტევის პირველი კვირა. მოდი ახლა ვილაპარაკოთ ამ ახალ ეპოქაზე, რა სრულდება და რა იქნება წინ. ეგ ახლა ძალიან ის არის, ძალიან რთული სათქმელია, ძალიან კონკრეტულად წინ რა იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ესე იგი მსოფლიო უბრუნდება არა, პრინციპში დასაბრუნებელი მაგ არაფერი არ არის ალბათ, პირველ მსოფლიოს მერე შემდეგ პატარა პერიოდს თუ არ ჩათვლით. ისე ხდება ევოლუცია. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის რეალურად ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, როგორც სამხედრო მხრივ, ასევე ეკონომიკის მხრივ, და ბარემ იმას ვიტყვი, რომ როგორც აღმოჩნდა ეს ისინი ეს რეიტინგები, სადაც მსოფლიოში მეორე არმია, მსოფლიოში მესამე არმია, შეიარაღების რაღაცები, ეს ყველაფერი აღმოჩნდა ბლეფი. როგორც ჩანს ეს, ესე იგი, იწერებოდა დაკვეთით, იწერებოდა სასარგებლო იდიოტების მიერ, იწერებოდა მოქთამული იმის მიერ, ექსპერტების მიერ, ასევე ეს არაფერი არ აღმოჩნდა სწორი, იმიტომ რომ ირანის იმან შედაკრება ანახა, რომ არანაირ ჩინური იარაღი სინამდვილეში არ არსებობს, ეს რაღაცა მე მგონი რუსული იარაღი ცუდი ვარიანტიც კი. თუნდაც იმიტომ რომ მაგალითად ჩინელებს არ აქვთ ატომური ავიამზიდები და რაც აქვთ ალყუშანავები, ისეთ რუსების მიერ მიყიდულია 90-იან წლებში. ხო და ესე იგი იწყება ის, რომ ამერიკა ხდება რეალურად არაციფრებით, ან რეალურად ყველაზე ძლიერი, როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო ძალის მიხედვით და მსოფლიო ხდება ერთპოლუსიანი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მაგრამ ამერიკამ იმისაც, რომ შეინარჩუნოს თავისი ეკონომიკური სიძლიერე, რომ იგივე შეცდომა არ მოუვიდეს, რაც მოუვიდათ მაგას მაგალითად იმაში მეორე მსოფლიო ომამდე, როდესაც კრიზისი დაიწყო ეკონომიკური ძალიან სერიოზული, მათ ჭირდებათ მსოფლიო იყოს დემოკრატიული და მშვიდი. იმიტომ რომ სხვანაირად ისინი ვერ გაყიდიან თავიანთ პროდუქციას და ესე იგი ვერ იყიდიან, ან ვერ გააკეთებენ იმას დეცენტრალიზაციას იმ პროდუქციის წარმოების, რომელიც მათ ჭირდებათ. ეს რატომ არის საჭირო? იმისათვის, რომ ეკონომიკურად ძლიერი იყო, ამისათვის შენ უნდა მოახერხო ყველგან გაყიდო შენი პროდუქტი და ეს პროდუქტი უნდა იყოს. არ უნდა იწარმოებდეს ჩინეთში და სადმე კიდევ სხვადასხვა ქვეყნებში. იწარმოებდეს სხვაგან, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტები არა, მაგალითად ჩიპები ამერიკისთვის სასურველია, რომ ამერიკაში იწარმოებოდეს არატაიმაში და ამ შემდეგ მოკლედ რა. ჩინეთში მაინც არის მნიშვნელოვანი რაღაცა და ჩინეთი ძირითადად ის არის განთქმულია საკუთარი ტექნოლოგიების მოპარვით. ეს ტექნოლოგიის მოპარვა როგორ შემოუბრუნდა, ანახა აიათოლების დახოცვა, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, მთელი ამბავი, ესე იგი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, როგორ მიაგნეს სად იმყოფებოდნენ ეს აიათოლები და ისლამის რევოლუციის ხელმძღვანელები, იყო ის ათოთოვო კამერები, რომელიც დააყენა ჩინეთმა და ჩინეთმა მიყიდა ირანს. ეს იყო მოპარულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობილი და ასე ვთქვათ, უკანაკარები კვლავ იყო ამერიკელების კონტროლის ქვეშ. ეს გააკეთეს, სპეციალურად მიყიდეს, ეს არ ვიცი და ალბათ კაიხანი ვერ გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ესე იგი რა კი ჩინეთი ეყნობა მოპარულ ტექნოლოგიას, ეს მოპარული ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს ისრაელის და ამერიკის დასაბრუნებას შეახსნოს ყველგან, სადაც მას ეს დაჭირდებათ. ხო და ისე ის რო გავაგრძელო, ესე იგი ამისათვის საჭიროა დემოკრატიული მსოფლიო, ლიბერალური მსოფლიო, რომელშიც არ ექნება ესე იგი ტოტალიტარულ რეჟიმებს გადამწყვეტი ხმისუფლება და საერთოდ ხმისუფლება რა უნდა იყიდოს და როგორ უნდა იყიდოს, ანუ კარტელული გარიგებების საშუალება არ იქნება და შესაბამისად ამისათვის ამერიკა ვერტიკულად უნდა დაიცვას მთელი მსოფლიო იმისაგან, ეს დიქტატორული და ტოტალიტარული გავლენებისაგან და მეორე მხრივ უნდა განაახლოს თავის წარმოება, ესე იგი ახალ დონეზე უნდა იყვანოს და შემდეგ ეს გაყიდოს ყველგან. აი ეს არის მოკლედ რაც მოხდება ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენასაც მოესწრებით.
და ამას ყველაფერს მე მჭირდება მთელ ამ დემოკრატიას და ამ თავისუფალ ვაჭრობას და ამ კარგ წარმოებას და ამერიკულ წარმოებას, მე სამხედრო დაცვა, რასაც ახლა მაქსიმალურად ისედაც ყველაზე ძლიერი გამოდგა და კიდე აძლიერებს იმას, რომ არ იქნება აი ეს თამაში ვითომ ორპოლუსიანობის და ვითომ მრავალპოლუსიანობის და არ იქნება რეალურად ძლიერი სახელმწიფოებიდან მხარდაჭერილი კვაზი სახელმწიფოები, ისეთი როგორც იყო საბჭოთა კავშირი და ირანული რეჟიმისნაირ რეჟიმებს არ ექნებათ რაღაცა დასავლური მხარდაჭერა კი არა და აი საერთოდ მიმღებლობაც რო არ ქონდეს და დასავლური ტოლერანტობა მათ მიერ რო არ არსებობდეს, ეს უკვე რაღაცნაირად მომავალში შეიძლება დაგვაზღვიოს ამან იმისგან, რომ ახალი საბჭოთა კავშირები არ შეიქმნეს და ახალი ირანები არ მოხდეს. ეს ისა, ხო, თუნდაც იმიტომ რომ ძირითადად ეს ტოლერანტობა როგორც ჩანს და როგორც ახლა იყო დაყოლებული მარტივ იმაზე, გთამზე. ახლა ტაგერ კალსონის მიმართ არის დაწყებული გამოძიება, უკვე გამოირკვა რომ ის რაღაცა ტიპის ინფორმაციას აწვდიდა აიათოლების რეჟიმს, რასაც წვდიდა ეს ალბათ კიდე გაირკვევა. თუმცა ეს რაღაცა წილად ხსნის დავუშვათ იმ მილიონებს, რომელიც მას აქვს და პრინციპში ეს რაღაცა ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ჟურნალისტის ჰონორებითაც კი არ იმაშება. არა, იმ მტკიცება, რომ ჩემთვის ფული არასდროს არავის არ გადაუხდიაო, მე უბრალოდ იმას ვაკეთებ, რომ ისიც მჯერაო და ნუ მაგას ვნახავთ, ახლა ვინმეს გადაუხდია თუ არა. როგორ გადაიხადათ, რა გადაიხადათ, შეხედოთ მაგას რა როგორ იქნება. ეს უბრალოდ ის არის ესე თანამედროვე ის მასშტაბი, რომლის მიღწევაც უნდათ იმას ახლა რესპუბლიკელებს ეკონომიკურ წარმოებებს, ეს რა თქმა უნდა გულისხმობს იმას, რომ ესე იგი არანაირი პოლიტიკური გარიგებები პროდუქციის გავრცელებაში არ უნდა მონაწილეობდეს. და ალბათ ისინი ამას მიაღწევენ. ალბათ უახლოეს, რა ვიცი, 10-15 წელიწადში. როდესაც ეს აი პოლიტიკური გარიგებებზე რამოდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანოთ მე-20 საუკუნის როგორი პოლიტიკური გარიგებები იყო ბიზნესის მხრივ საბჭოთა კავშირთან და რეალურად ის რაც საბჭოთა კავშირმა მიაწოდა ჩინეთს, აი რაც ახლა ჩინეთს აქვს ის ატომური წყალქვეშა ნავები და რაღაცები, ეს ტექნოლოგიაც ხო როდესღაც ამერიკამ მისცა საბჭოთა კავშირს და საბჭოთა კავშირს თავისი ეს არასდროს არ ექნებოდა. აი ეს რაღაცეები რო აღმოიფრხვება. არ ვიცი თუმცა არა საბჭოთა კავშირი ნუ მაინც ესე იგი როდესაც მისი მაქსიმალური იმის პერიოდში კი ახლა საბაზისო ტექნოლოგია რა თქმა უნდა შეიძლება დღეს უკვე ვთქვათ რომ რუზველტმა გაუზიარა სტალინს ესე იყო მაგრამ მათ თავისი ის გააკეთეს ესე იგი თავისი წილი გააკეთეს იმიტომ რომ იყო საბჭოთა კავშირი ატომური ელექტროსადგურების წარმოებელი იყო საბჭოთა კავშირი ატომური ავიამზიდების და წყალქვეშა ნავების წარმოებელი ასე ის რაღაცას აკეთებდა ჩინეთი ამას ვერ აკეთებს ვერანაირად რა იმიტომ ის ისევ დამყარებულია იმაზე იმ ტექნოლოგიებზე რაც მას ამერიკამ და ევროპამ და განსაკუთრებით ესე იგი რუსეთმა მიცა ასე რომ ეს არის ის ძირითადი განსხვავება რაც ახლა იქნება იმიტომ რომ დანიშნულოვანია აი მისი ვითომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტის აი თვალყურის დევნების კამერების კრახი ანუ რა მოსდევს იმას როდესაც ისინი იპარავენ იმას ტექნოლოგიას და შემდეგ იყენებენ ამას შემქმნელის წინააღმდეგ პრაქტიკულად ხო ლიბერალური მსოფლიო ახსენე შენ. ეს სიტყვა ლიბერალური ძალიან ცუდ რაღაცებთან დღეს ასოცირებული და ზუსტად იმ სამარცხვინო მემარცხენეობასთან, სოციალიზმთან და კომუნიზმთან, რომელმაც ძალიან რაღაც ფართო სახე მიიღო დასავლეთში და ну, ევროპაში უფრო ვიდრე ამერიკაში. ამერიკამ რაღაცნაირად ახლა კიდე ტრამპის ხელში ნელ-ნელა აღწევს ამას თავს. ზოგადად, ახლა მინდა გადავიდე ასეთ თემაზე, რამდენად შესაძლებელია რომ სახელმწიფომ მემარცხენეობისგან დაიცვას თავი. ჩვენ გვაქვს ქართული მომავალი კონსტიტუციის დრაფტი, რომელიც მე მინდა რომ მომავალი გახდეს, როდესღაც რომ მაგას მივაღწიოთ. ეს კონსტიტუცია დამყარებულია მემარჯვენეობაზე და ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებზე საუბარი და არანაირ ჯგუფებზე და ასე შემდეგ, დაჩაგრულ ჯგუფებზე და შემდეგ. შესაძლებელია თუ არა რომ საქართველოს და ზოგადად ნებისმიერ რომელიმე ქვეყანამ როდისმე გამოიმუშაოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის მემარცხენეობის აყვავებას. ვიცი რომ მემარცხენეობის აყვავება ძირითადად კი არ მთლიანად გარდა შეიძლება რამდენიმე ძალიან მცირე გამონაკლისებისა არის დამოკიდებული ადამიანის სურვილზე მიიღოს დამსახურებელი პრივილეგიები. მაგიტომ არსებობს ეს ჯგუფის
ჯგუფზე ორიენტირებული მემარცხენეობა და სხვა მემარცხენეობა არ არსებობს, იმიტომ რომ ისინი სოციალურ ჯგუფზე არიან, სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფებზე არიან ორიენტირებული და ამით მიიღონ პრივილეგიები. აი მემარცხენეობა ეს არ მეტი არაფერი, ამიტომ მოიგონეს. შესაბამისად ის არის მოგონილი ისეთი ხალხის მიერ და ისეთი ჯგუფების მიერ, რომელიც აშკარად ხედავენ რომ დამოუკიდებლად ისინი ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ანუ ეს დიდი პრობლემაა რა თქმა უნდა. მაგრამ იმისათვის რომ მაგრამ მე ამერიკის შეერთებულ შტატებში როცა პირველ იმას მორჩება, ესე იგი პირველი რიგის უსაფრთხოების იმას მორჩება, მოგვარებას მორჩება, აუცილებლად მიხედავს ამ მეორე რიგის უსაფრთხოებას, ესე იგი როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ პრივილეგიები ჯგუფის გამო არავინ არ უნდა მიიღოს და ეს პრივილეგიები უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ინდივიდუალურ როგორც იმაზე, ესე იგი სიკეთეზე, ასე ინდივიდუალურ ნაკლოვანებებზე. ეს არნიშნავს იმას, რომ ესე იგი მომჯონებებს არნიშნავს, რომ ადამიანმა ესე იგი არ უნდა მიიღოს პრივილეგია ინდივიდუალურ ნაკლოვანების გამო. კი, ინდივიდუალურ ნაკლოვანების გამო უნდა მიიღოს, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ მან ეს უნდა მიიღოს იმის გამო, რომ ჯგუფს აქვს რაღაცა გამოცხადებული, რაღაცა ტიპის ნაკლოვანება, რაღაცა ტიპის მიმართულება და ამის გამო მიიღოს პრივილეგია. ამ პრინციპული განსხვავება ეს არის. ლიბერალიზმად შეეხება ლიბერალიზმი ევროპაში სხვა რამეს ნიშნავს, ამერიკაში სხვა რამეს ნიშნავს. სამწუხაროდ ესე მოხდა, რომ იმაში ესე იგი როდესაც იმათ კომუნისტურმა პარტიამ რუსეთმა როდესაც დაიწყო ამერიკაში ინფილტრაცია, ის მან თავიდან გააკეთა ინფილტრაცია ლიბერალიზმის დროში. ამის მიერ გაიგივდა ლიბერალიზმი გაიგივდა მემარცხენეობასთან, თუმცა ევროპაში ესე არ არის. ევროპაში ლიბერალიზმი სულ არ ნიშნავს მემარცხენეობას და იმას კომუნისტურ პარტიას ან სოციალისტურ პარტიას. ევროპაში ლიბერალიზმი ნიშნავს თავისუფლებაზე დამყარებულ იმას მსოფლმხედველობას, რაც ფაქტობრივად არის ესა პრინციპში ის, რასაც ამბობენ პოლიტიკური მემარჯვენეები, რომ ეს სისტემა უნდა იყოს დამყარებული ადამიანის ინდივიდუალურ უნდა იყოს მიმართული ადამიანისთვის ბედნიერების პირობების შექმნით, ინდივიდუალური ბედნიერების პირობების შექმნით და უნდა იყოს მის მაქსიმალურ თვითგამოხატვის შესაძლებლობაზე ორიენტირებული. ანუ ეს არის სინამდვილეში კლასიკური ლიბერალიზმი ეს არის. არის კიდე ესეთი ამერიკული ლიბერალიზმი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მემარცხენეობაა და ევროპული ლიბერალიზმი, რომელიც პრინციპში არ არის მემარცხენეობა, იმიტომ რომ მემარცხენეები ევროპაში თავს არ უძახიან ლიბერალებს. პირიქით ლიბერალური ეკონომიკა სხვა რამეს ნიშნავს ევროპაში და არ ნიშნავს იმას, რასაც ეს ნიშნავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო და რო თქვი, რომ ამერიკა ამასაც მიხედავს, როგორ მიხედავს ამას? ანუ კანონმდებლობებით, რაღაცა კანონები იქნება თუ როგორ? როგორ მიხედავს? ალბათ მიხედავს ისე, რომ იქნება ესე იგი ჯგუფებზე ორიენტირებული საერთაშორისო დახმარების პროექტები აღარ იქნება. თუ იქნება რაღაცა ჯგუფებზე ორიენტირებული კარი იქნება, იქნება ინდივიდუალურზე ორიენტირებული. ამ თემებში არ უნდა წავიდეს ფინანსური ნაკადები და ეს საკმარისი აღმოჩნდება, ხო? ნახოთ როგორ იქნება, ხო? ყოველ შემთხვევაში ეს რაც იყო აქამდე USAID და სხვა საერთაშორისო პროგრამები, რომელიც ჯგუფების მიხედვით აკეთებდნენ ამ პრეფერენციების ჩამოყალიბებას და ფულის ხარჯვას, ეს ალბათ აღარ იქნება. იქნება სხვა ტიპის დახმარების პროგრამები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებს მოაწყობს ის, რომ გაჭირვებული ადამიანი არსად არ იყოს და ვიღაცაებმა არ გამოიყენოს ეს გაჭირვებული ადამიანები, როგორც ესე იგი ფიზიკურად, ასევე დაუშვათ ეკონომიკურად არ გამოიყენოს იმისათვის, რომ რაღაცა რევოლუციები პოლიტიკურ ძალად გახადოს. ტოტალურ რეჟიმებში შეადგინოს. ასე რომ შეეცდება ეს მეორე ეტაპი, ეს მალე არ იქნება, ეს იქნება ალბათ 5-6 წლის მერე, ის შეეცდება ინდივიდუალურ დახმარებაზე დაიყვანოს ყველა მისი პროგრამა, რომელსაც ის გააკეთებს მსოფლიოში. ამას აუცილებლად გააკეთებს, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია, იმიტომ რომ მას დაჭირდება თვალყური ადევნოს სისტემებს იმისათვის, რომ ისინი არ გადავარდნენ ტოტალიტარულ სისტემებში. ძალიან კარგი. შემდეგი ეს უკვე ცოტა ამას არ ეხება, მაგრამ მემარცხენეობის აყვავებას და აი ამ ორპოლიციანობის თამაშსაც მეტწილად კორუფცია უწყობს ხელს. ყველაზე მეტად მეტწილად კი არა და ყველაზე მეტად კორუფცია უწყობს ხელს. აი ის ლოზუნგი მემარცხენეებს რო უყვართ და დღესაც საქართველოში ბევრი იძახის ამას, რომ ომში არ არსებობს გამარჯვებული, ამერიკამ რატომ დაიწყო ირანთან ომი, მაინც იქიდან გამარჯვებული ვერ აი ასეთი რაღაცა შეძახილები, რომელიც ახლა ვეცდები, რომ ჩამოვაყალიბო აზრი ცოტა გაწელილი გამომივა. რომელიც საბოლოო ჯამში მართლა აი ეს კორუფციული ომები
თან იწელება და მე მართალი გამოდის, რომ გამარჯვებული არავინ არ გამოვა. იწელება იმიტომ, რომ კორუფციული ინტერესები არსებობს. იმის მაგივრად, რომ მოხდეს რაღაცა ძალიან ზუსტი გაყოფა თეთრის შავისგან და კორუფციის გარეშე უცებ მოგვარდეს, აი როგორც ახლა მაგალითად ასე აკეთებს ტრამპი, რასაც აკეთებს ირანში. არაფერი არ იწელება, ყველაფერი ძალიან სწრაფად, ძალიან მიზანშია ყველაფერი ამოღებული, რაც გასანადგურებელია და ნადგურდება ბოლომდე. ეს არის ერთი. მეორე ომი უკრაინაში, რომელიც ჯერ თვითონ ანუ უკრაინაში შიგნით რაღაც კორუფცია არსებობს, მაგრამ ეს კორუფცია არ იყო გადამწყვეტი მაინც. არსებობდა კორუფციული გარიგებები სხვადასხვა ქვეყნების რუსეთთან, რომელმაც ხელი შეუშალა იმას, რომ უკრაინაშიც აი ასე რაღაცა სწრაფად მომხდარიყო ყველაფრის დარეგულირება. ვერ დაგეთანხმები, რომ უკრაინაში კორუფცია არ უშლიდა ხელს რამეს, იმიტომ რომ ხო ხედავ როგორც გამოცვალეს თავდაცვის მინისტრი კიევის და აღმოჩნდა როგორც გამოცვალეს თავდაცვის მინისტრი უცებ აღმოჩნდა რომ უკრაინას აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები მთელ კი, მაგრამ გარეული კორუფცია და ანუ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე რაც ხდებოდა ამერიკასთან მიმართულებით შებრალდებით, ეს გარეული უფრო უშლიდა ვიდრე შიგნითური. თუმცა შეიძლება შიგნითურ ხო ხედავ არ იყო სინამდვილეში, იმიტომ რომ ახლა ბევრი ამაზე თვალს ხუჭავდა თვითონ ისინიც, იმიტომ რომ უცებ აღმოჩნდა ამაზე საერთოდ ამას არ ახლოვანდებიან, რომ ესე იგი მას მერე რაც თურმე შესაძლებელი ყოფილა უფრო ეფექტურად უკრაინის დაცვა ვიდრე არის ისრაელისა დაცული. ფაქტია რომ ყოფილა. ვისი ბრალია ეს? არანაირი გარე. იმიტომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა, როგორც იყო მიწოდება მანამდე საბრძოლო იმისი მასალების ისევე გაგრძელდა ეს მიწოდება. არაფერი პრინციპი. მანამდე ნაკლები იყო პირიქით, ჩემი აზრით ახლა უკეთესად არის ბევრად. მანამდე მე მომფაიზ ესე იგი ეს როდის დაინიშნა 2 თვის წინ დაინიშნა ეს ახალი თავდაცვის მინისტრი იმ 2 თვეზე ვაყოფ. რა ისე კი არა რომ იმის პერიოდში დავუშვათ 2025 წლის 26 წლის პერიოდში, მაგრამ ახლა იმ მომენტში არაფერი განსხვავებული არ ყოფილა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს თავდაცვის საშუალება არის ცის რა. ასე რომ არის კორუფცია, რა თქმა უნდა ეს არის. პრობლემური კი არა, კორუფციის საჭიროება ქმნის იმას, მემარცხენე იდეოლოგია, სინამდვილეში ესეა. ანუ ის კი არა, თალკი კი არ არსებობს მემარცხენეობა, მემარცხენეობა არის კორუფციის ფორმა. მეტი არაფერი არ არის ეს. როგორც პოლიტიკური და რაც თავარია, ძალიან მაღალი იმისი ფინანსური კორუფცია არის ამისი ფინანსური კორუფცია არის მემარცხენეობის პირდაპირი შედეგი და მიზეზი. მეტი არაფერი არ არის. რა ყოველთვის ესე იყო, რა ესე იგი მაშინ იყო, ესე იგი იმის დროს მე-19 საუკუნეში ესე იყო, მე-20 საუკუნეში ესე იყო, 21 საუკუნეში ესეა. თავარი რაც არის ახლა იმაში სპარსეთის ყურეში ბრძოლაში არის ის რომ ხო და როამბერ გამარჯვებული არ არის. აი რანაირად როდესაც მთელი ამ ჰეზბოლას ჰამასის დამფინანსებელი იყო ირანი, ხო? ირანი თუ აღარ დამფინანსებდა ჰამას ვინ დააფინანსებს. რატო უნდა და ესეც გასაგებია, ხო? ირანს ჭირდებოდა ეს ჰეზბოლას და ჰამასის დაფინანსება იმასაც რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე ყოფილიყო მუდმივი ომი. რატო უნდა ყოფილიყო მუდმივი ომი? იმიტომ რომ ესე იგი იმაში სპარსეთის ყურეში და სპარსეთის ყურე და ჰორმუზის სრუტე ყოფილიყო ერთადერთი გზა, საიდანაც ირანის ნავთობი გადიოდა მსოფლიოში. აი ეს არის კავშირი ახლა და ხოდა შესაბამისად ეს თუ აღარ იქნება, ესე იგი და თუ შესაბამისად იქნება საშუალება რომ არაბეთის იმაზე ნახევარკუნძულზე და ხმელთაშუა ნახევარკუნძულის გავლით ხმელთაშუაზღვისკენ გავიდეს ნავთობსადენი, ხო, მაშინ ძალიან დიდი პრობლემები იხსნება, ხო? ეს არის დღევანდელი ხა კი ამობენ ერთ ქვეყანას აქვს თავის ნავთობსადენი, მაგრამ ის არის რაღაცა 7 მილიონი ბარელი დღეში, რაც არის დაახლოებით 20 ჯერ ნაკლები ვიდრე ამ ჰორმუზის სრუტის და სპარსეთის ყურის გამტარობა. ასე რომ ეს არის, ესე იგი, თუ აღარ იქნება საჭიროება, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე იყოს სულ ომი, მაშინ აღარ იქნება შესაბამისად არც ისა ტერორისტების საჭიროება და ტერორიზმს ვერავინ არ დააფინანსებს, იმიტომ რომ ის მთავარი დამფინანსებელი აღარ იქნებიან აიათოლების სახით. აი ეს არის ეს მოკლედ აი ამ იმაში ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პრობლემები და ძირითადად ეს არის რაც აფინანსებს ასევე მემარცხენეობას. ნუ მეორე მხრივ არის რა თქმა უნდა ის ამბავი რომ ასევე კორუფცია ევროპაში ძალიან ფერგადმულია აი ამ სოციალური ჯგუფების და ესე იგი ეროვნული ჯგუფების დახმარების სახით. უამრავი ფული იხარჯება, იმედია მოვლენ მემარჯვენეები ევროპის და ბრიტანეთის სახელმწიფოების სათავეებში და ამ კორუფციულ კავშირებს გამოვლენ, იმიტომ რომ შეუძლებელია, ესე იგი იყოს ესეთი ალოგიკური ამბები, აი მაგალითად რაც ხდება ბრიტანეთში, მაგალითად რაც ხდება იმაში ესპანეთში და ეს არ იყოს დაკავშირებული ძალიან დიდი ფულის მოტეხვასთან. ამას ჩვენ გავიგებთ უახლოეს წლებში ალბათ რა. სად და რამდენი ის რო სტარმენმა ერთი თვე ვერ გააგზავნა რაღაცა ერთი საწყალი გემი რა მივხვდა ხო ეს თავის რა იყო რომ რა გამოვიდა ესე იგი
ბრიტანული ლოიდის მოაქვს ბიუჯეტის 5% და ესე გვიან მიხვდა. ან შეიძლება კი მიხვდა, მაგრამ ჩათვალა რომ ტრამპი ამას არ ეძებდა, მაგრამ გვიან მიხვდა ბრიტანელები რომ ესე იგი 5% მათ შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან წაართვას, იმიტომ რომ ის გახდეს მთავარი განზღვრები მთელ მსოფლიოში საზღვაო გზების. ეს იყო მარტო რის გამოც ბრიტანეთმა და საფრანგეთთან უსწრაფო შეიცვალეს ისა თავიანთი ესე იგი წარმოდგენა იმაზე სპარსეთის ყურეში ომზე. ნამდვილად. ხოდა აი ეს ყველაფერი ახლა რომელიც მთელი მე-20 საუკუნე გრძელდებოდა შეგვიძლია ვთქვათ რომ ტრამპი ბოლომდე რომ მიიყვანს ყველაფერს იმას რაც ჩაფიქრებული აქვს ეს რაღაცა დიდი ძალიან მახინჯი და ბოროტი რაღაც მართლობის მექანიზმები თუ რა შეიძლება ამას დავარქვათ სრულდება. ვიცი როგორ ამას უნდა დრო, მაგალითად ახლა მაგალითად როდის ესე იგი მიაქცევს ყურადღებას საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოში არის მემარცხენე ხელისუფლება, კლიანად, რომელიც შესანიშნავად იყენებს თავის მემარცხენეობას იმისათვის, რომ ძალიან დიდი ფული გააკეთონ მის მოწერეობ და ეს ჩანს ყველა ესე იგი ერთი პრემიუმში გაქცეულია, მეორე ორჯერადი პრემიუმში დაჭერილია და ასე შემდეგ, ხო? კიდე რა ხდება, ამას კიდევ ვნახავთ რა. წინ. ასე რომ ამას უნდა დრო. თუმცა ესეც უნდა სხვაშორის აი ამ იმას ძალიან ჭკვიანად იყო გაკეთებული და ეს სხვაშორის მოიფიქრეს იმათ ისევ რუსებმა. ესე როგორ უნდა ესე იგი გაეკეთებიათ მემარცხენეების კულტივირება, შემდეგ ეს მემარცხენეები შეეშვათ უნივერსიტეტებს, სადაც ისინი უკვე იდეოლოგიურ საფუძველს შეუქმნიათ მათემატიკის კორუფციულ იმას მისწრაფებებს და საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ახლა დღეს ქართველებსაც რო გადახედო, ეხლაც ის არის, ხო? ესე იგი უმეტესობა ესენი ესე ვთქვათ ინტელექტუალები აღნიშნეს საქართველოში იმის მემარცხენეობის დამცველები და ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ უმეტესობა ინტელექტუალები და ეს ეგრეთ წოდებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც არც არ წერია სინამდვილეში, ხო? ეხლა რო აიღო და ესე იგი თქვა, რომ აბას არ არის მსოფლიო წესრიგის დოკუმენტები, ამას ვერცად ვერ იყო, იმიტომ რომ ეს უბრალოდ არ არსებობს. ეს არის მხოლოდ სიტყვა. თუმცა კი საერთაშორისო წესრიგი არსებობს, კაი, მაჩვენეთ აბას არ არის საერთაშორისო წესრიგის კანონები. არ არის. არაფერი არც არ წერია. ეს იყო დიდი მემარცხენე ტყუილი, რომელსაც ესე იგი სიამოვნებით იმეორებენ ესე იგი მთელი მსოფლიოს ინტელექტუალები და მათ შორის ქართველი ინტელექტუალები. ზოგადად ინტელექტუალური წრეები მთელ მსოფლიოში ისე იყო რაღაცნაირად შეკრული, რომ თუ მემარცხენე არ ახარ, იმ რაღაცა წრეებში ვერ მოხვდებოდი. ამაზე ძალიან ბევრჯერ მქონდა მეკამათი მკვლევარებთან და ეგრეთ წოდებულ ვიღაცებთან, ვინც აფხაზეთის საკითხის გარშემო ოდესმე უმუშავია მთელი 30 წელი. ანუ რაღაცას მემარჯვენეულს თუ იტყოდი აფხაზეთთან დაკავშირებით, ვერსად ვერ მოხვდებოდი სტატიას ვერ დაწერ, ვერსად ვერ გამოგაგვეყნებენ არსად არ მიგას. ანუ აი ასე იყო შეკრული ეს ყველაფერი და ესეც, დაიშლება, იმედია დაიშლება და უნდა დაიშალოს. ამას უნდა დრო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესე წარმოიდგინე ეს ძალიან დიდი სისტემებია. ინტელექტუალები ყველაზე ნაკლები პრობლემები არიან და სინამდვილეში ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებას. ისინი არიან supportive team. ესე იგი მაგათ ბექ-ვოკალია რა, ესე იგი როდესაც მემარცხენე პოლიტიკოსი გამოდის და აკეთებს ფულს, ახლა რო წარმოიდგინო ესეთი ბექ-ვოკალზე მღერია მემარცხენეები, რომელიც ასრულებენ იმას მემარცხენე პარტიებს და ამით უბრალოდ ლამაზად ფუთავენ იმას. მემარცხენე პოლიტიკას. სინამდვილეში ისინი არასდროს არავითარი გავლენა არ აქვს მათ აქონიათ რა. ყოველ შემთხვევაში შესაძლებელი ამ კორუფციული მემარცხენეობის გასამართლებლად. ეგ არის დიდი პრობლემა სინამდვილეში. დიდი პრობლემა არის ის, რომ ყველაფერს დაერქვეს თავის სახელი და როდესაც მემარცხენე პოლიტიკა კორუფციისთვის არის, ეს იყო ცხადი და ეს ადრე თუ გვიან იქნება ცხადი. ყველაფერს რო სახელი თავისი დაერქვას, ამაში ხელს გვიშლის კონფორმიზმი, რომელიც ძალიან დიდი დოზით არის ყველაფერში. აი ამას თუ ეშველება რამე, ეს უკვე რა ვიცი მე რაზეა დამოკიდებული ადამიანის ალბათ განათლებაზე, ყველაზე მეტად განათლებაზე, მეტი რაზი შეიძლება ეს რამდენადაც განათლებაზე იმდენად არა, რამდენადაც იმაზე, რომ უმეტესობა სადაც ეს მემარცხენეობა ყვავის, იქ რაღაცა ტიპის ჯგუფებს არ აქვთ, ჯგუფის წევრებს სინამდვილეში და რაღაცა ტვინის ტიპის, ქცევის ტიპის ადამიანებს არ აქვს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად და ადვილად განხორციელების საშუალება და ამიტომ იქნება მე ეს ვერ პოულობს თავის გზას სადღაც, მე მიდის მემარცხენეებში მოშვება, ერთვება და მე ეწევა თელეუბედურება. ანუ პრობლემა სოციალური მოტყობა რა თქმა უნდა არის. ადამიანი რატო ხდება მემარცხენე, იმიტომ რომ საკუთარი იმას შესაძლებლობებს ვერ უძებნის. სოციუმში ვერ რეალიზებს. ამიტომ ხდება ჯგუფის წევრი და მე ვიწყება მთელი ეს უბედურება. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესე იგი არსებული მემარჯვენე სამყარო იდეალური არანაირად. რა არსებული მემარჯვენე სამყარო არის ყოველთვის სწორედ ის, რაც ქმნის მემარცხენე სამყაროს, იმიტომ რომ არსებული მემარჯვენე სამყარო ესეთი
რომ არ იყოს, მაშინ არანაირი მემარცხენეები არ შეიქმნებოდნენ. ნაკლულია ეს მემარჯვენე სამყარო და ამაზე ძალიან ბევრი არ ფიქრობს, რომ რა გავაკეთოთ. მონოპოლიზაციისკენ რო არ კონდეს მიდრეკილება და რაღაცეების ისკენ იმდენად არა, რამდენადაც უფრო ეს არის რა, ძალიან ნაკლები ყურადღება ექცევა თანამედროვე სამყაროში იმას საკუთარი თავის აღმოჩენას ადამიანის მიერ. და ამას არ ასწავლიან სკოლებში. რომ არ ასწავლიან სკოლებში, მე ვიღებთ იმას, რომ უმრავლესობა მირბის იმაში, მემარცხენეების იმაში, გუნდში და იწყებს იქ თამაში, იმიტომ რომ სხვაგან ვერცად ვერ ნახავთ თავისი ადგილი, სადაც მას მიიღებენ. საკუთარი თავის აღმოჩენა ყველაფერი სიკეთის და ყველაფერი კარგის საფუძველი საბოლოო ჯამში. დიდი მადლობა გიგი. გვექნება კიდე შეხვედრები. სწრაფად არა, მაგრამ 2 წელიწადში ერთხელ, 1 წელიწადში ერთხელ გვპირდებით რომ იმიტომ რომ ანუ ზოგადად რაც მაქვს გიგის ეს მე ახლა ვეუბნები იმ მაყურებელს გიგისთან რაც მაქვს ვიდეოები ყველაფერი ისეთია რა რაღაცა გლობალურ თემაზე ვლაპარაკობ ყოველდღიურ რაღაცებზე და პრობლემებზე მე გიგისთან არ ვლაპარაკობ ხო და ეს გლობალურებზე ხშირად ლაპარაკი არ გვიწევს ხო მადლობა და მომავალ შეხვედრამდე